დედამიწა ცხოვრება. აგინა განეცი. არის როგორ აიქნება ის. არა მიხედავ ეჭაირებს. საკარ კორდალი. არა მაგაზე. გოგი გიოღოი. მაგალითად შევიყავ. ორი ამდენი ხალხი. ბიჭო, საშემოსავლო დეკლარაციას უარსებინებ ხოლმე ამ დეტალებს ბიზნესმენებთან იმას. ხო, აი ამ საშემოსავლო დეკლარაციის დაგმირების გამო წოვიდე 200 ლარი დაჯერით. აი რა. ხახლა ომის დროს სახლები დაკარგეს, ქონება გაუნადგურდა, მეურნეობა ყველაფერი. არაფრის გარეშე დარჩენ და ასეთ ხალხს არაკოლექტორის სამეწარმეო საქმიანობის გამო აჯარიმენ. როგორ არა? ჟურნალისტი შენ ხარ. მე ფაქტი გითხარი. Dargi. გიორგის მიერ მოტანილი ამბავი იმდენად წარმოუდგენელი და არალოგიკური მეჩვენა, რომ გადაწყვიტა ეს პრობლემა თავად ადგილზე შემისწავლა. ანუ მომენახულებინა დენულთა რაოდენობის მხრივ ყველაზე მსხვილი ტერიტორიული ცენტრი. ეს კი გორია. აი გორში ჩასვლისთანავე კი მივხვდი, რომ ადგილობრივი თითის გარეშე ამ პრობლემას სიღრმისეულად ვერ გავაშუქებ. ან იმდენად დამჭირდებოდა, ის უფუნებასაც დღევანდელი სატელევიზიო ჟურნალისტიკა ნამდვილად არ იცოდა. ამიტომაც მიმართეთ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადგილობრივობის. ძალიან გაგვიმართლა, რადგან ჩვენ პირდაპირ სახელმწიფოება უწყებების, დონორ ორგანიზაციათა და დენულთა წარმომადგენლების ერთობლის შეხვედრაზე მიგვიწვიეს. აქ დენულთა დახმარების სწორად გადანაწილებაზე და სხვა მნიშვნელოვან პრობლემებზე ეხსოვდა. ამავე შეხვედრაზე დენულთა მხრიდან წარმოიჭრა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა, რომელიც ძალზედ მეყურადა და ჩავინიშნა ჩვენი ფილმისთვის. ესაა დენული მოსახლეობისთვის საკრედიტო დავალენება საბანკო სექტორისათვის. მოგეხსენება დენულთა უმრავლესობას ბანკებიდან კრედიტები ჰქონდათ, გამოტანილი რისი გადახდას ომის შემდგომ პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა. ეს ძალზედ მძიმე და რთული საკითხია და საეჭვო დამოუკიდებლად, რომელიმე მხარემ გადაჭრეს სახელმწიფოს მონაწილეობის გარეშე.
ერთი წელიწადია მოვიდა აგინე განემია არ ვიცი როგორ აიქნება არა მიხელა იჩაირებს ახალ კორდები არა მაგუზე გოგიგი როგორ გადასახადში ვიყავ, ხო, რამდენი ხალხი. ბიჭო, საშემოსავლო დეკლარაციას უახსენებენ ხოლმე ამ დეტალებს ბიზნესმენის თემას, ხო? აი ამ საშემოსავლო დეკლარაციის დადგენის გამო ყოველდღე 200 ლარი გაჭარი გაერა. ხალხმა ომის დროს სახლები დაკარგეს, ქონება გაუნაწილდა, მეურნეობა ყველაფერი. არაფერი ხარეში დარჩენდა და ასე ხალხს არაკოლექტობის სამეწარმეო საქმიანობის გამო აჯარიმებს. როგორ არა? ჟურნალისტი შენ ხარ. მე ფაქტი გითხარი. Să-și ușa, aparatura noastră de portarea de vorbă. Salve. გიორგის მიერ მოტანილი ამბავი იმდენად წარმოუდგენელი და არალოგიკური მეჩვენა, რომ გადაწყვიტა ეს პრობლემა თავად ადგილზე შემისწავლა. ანუ მომენახულებინა დენულთა რაოდენობის მხრივ ყველაზე მსხვილი ტერიტორიული ცენტრი. ეს კი გორია.